კონფერენცია გაიმართა ისაუბრეს პროგრამასა და კონცერტებში მონაწილე შემსრულებლებზე. ფესტივალმა ბორჯომის შემდეგ ბათუმში გადაინაცვლა. საღამოს 20 საათზე ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრი უმასპინძლებს. მორიკონე კინოს ლეგენდა, ასე ქვია კონცერტს, რომელშიც ქართველი და უცხოელი მუსიკოსები დღეს მიიღებენ მონაწილეობას. ბათუმს ფესტივალ ღამის სერენადების ფარგლებში პირველად ეწვევა ნელო სალცა, სოლისტი იტალიიდან, რომელიც გახლავთ ენიო მორიკონეს მეგობარი და წლების განმავლობაში ისინი ერთად ქმნიდნენ ნაწარმოებებს. ენიო მორიკონეს საყვირსაც კი ეძახიან ნელო სალცას. ყოველთვის არის გამორჩეული ეს ფესტივალი, ყოველთვის აქვს თამასა და წელსაც რა თქმა უნდა არ იქნება გამონაკლისი. ყოველთვის მინდა აღნიშნო ისიც, რომ გამორჩეული მუსიკოსები ეწევიან ხოლმე ფესტივალს. სპორტის მინისტრმა თემურ სამხარაძეს ისტორიული მედლის მოპოვება